უზბეკეთის საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაინიშნა, უკვე ექს-მოადგილე გურამ გურამიშვილი კარიერას საქაერო ნავიგაციაში გააგრძელებს, ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. ავერსიელის რომ კონკურენციის სააგენტოსთან დავა კომპანიის სასარგებლოდ დასრულდება. მმართველობითი ანგარიშის თანახმად კომპანია 14.200.000 ლარის ჯარიმას კატეგორიულად არ ეთანხმება და სასამართლოში დაობს. რთველი 2025 იწურება, უკვე გადამუშავებულია 310.000 ტონამდე ყურძენი, მათ შორის კახეთში 304.000 ტონამდე, რაჭაში 2.700 ტონამდე. 17 კვირიანი კლების შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი 2%-ით გაიზარდა, შედეგად 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი $1,687-ია. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მე ლუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მან ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2018-2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023-2025 წლებში ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის სამართალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე იკავებდა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება გურამ გურამიშვილს, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა, ის სახელმწიფო კომპანია საქაერო ნავიგაციაში სამართალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. საკადრო ცვლილებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავერსიელის რომ კონკურენციის სააგენტოსთან დავა კომპანიის სასარგებლოდ დასრულდება. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით კომპანიამ 14.200.000 ლარის ჯარიმას კატეგორიულად არ ეთანხმება და სასამართლოში დაობს. მმართველობითი ანგარიში აღნიშნული, რომ შპს AVS ფარმაზე დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 14.400.000 ლარს. კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან კომპანიას არასდროს არავისთან არ ქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე კომპანიამ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, ნათქვამია ავერსის მმართველობით ანგარიში. ცნობისთვის 2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების გამო დააჯარიმა. წყების ცნობით 9 თვიანი მოკლების შედეგად დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები ავერსი, გეფა, PSP და მერმისი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ, რომ ფიქსაცია მოეხდინათ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე მედიის კითხვას. განათლების სისტემაში ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის დანერგვის პრინციპის შემთხვევაში დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე. მისი თქმით, ამ კონტექსტში საუბარია ლექტორების გადანაწილებაზე. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტები ჰქონდეს. აღსანიშნავი, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სკოლებში კვლავ 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე გატასვლას. ერთადერთი პრინციპი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. ბევრ ლექტორს სამსახურის გარეშე დატოვებს. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
პარლამენტის მიერ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმად სამშენებლო კომპანიებს და პირებს, რომლებმაც 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ მოახერხეს კაორი კოეფიციენტების მოსაკრებლების სრულად გადახდა, ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება დამატებითი ვადა მიეცემათ უკვე 2028 წლის 31 დეკემბრამდე. საუბარია იმ მშენებლობებზე, რომლებზეც წარსულში კაორი კოეფიციენტების გაზრდის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა ეს მათი მშენებლობების მიერ დღემდე არ მომხდარა გადახდა. საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ 7.200.000 ლარიან დავალიანებაზე, რომელიც გადავადდა. თბილისის მასშტაბით ამჟამად დაახლოებით 10 ასეთი ობიექტია. თველი 2025 იწურება. უკვე გადამუშავებულია 310.000 ტონამდე ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის კახეთში 304.000 ტონამდე, რაჭაში კი 2.700 ტონა ყურძენი გადამუშავდა. ბოლო მონაცემებით კახეთში მოსავალი 19.000-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. რთველის პროცესში ჩართული იყო 450 საწარმო, აქედან 30-მდე ლოკაციაზე განთავსებული იყო სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტები. რაჭაში ამბროლორის მუნიციპალიტეტში კი 2700 ტონა ყურძენია გადამუშავებული, მოსავალი 1400-მდე მევენახემ დააბინავა. რთველის პროცესში 60-მდე ღვინის საწარმოა ჩართული, მათ შორის სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის ვართვის კომპანია. მთავრობამ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნისთვის დიზელის იმპორტზე სპეციალური წესი მიიღო, რომლის თანახმადაც ქარხანა დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის შემოტანასაც შეძლებს. კერძოდ, მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა. 16 ოქტომბრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია განხორციელდეს დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი, თუკი ეს პროდუქცია განკუთვნილია ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით. ამასთან დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს წესი ეხება მხოლოდ ისეთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რომლის წლიური წარმატება 1 მილიონ ტონას აღემატება. ასეთი კი საქართველოში მხოლოდ ერთი ობიექტია, საუბარია ყულევში მშენებარე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე. ყულევის თავისუფალ ეკონომიკური ზონაში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამუშავების ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო 5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პროექტს ბექსი პეტროლიუმი ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1.200.000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმატება 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება. უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანია კარგად იყოს ინტეგრირებული ქართულ სატრანსპორტო ლოგისტიკურ სისტემასთან. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი მანსურჯონ რასულევი აცხადებს, მისი თქმით, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით და უზბეკური მხარე აქტიურად იკვლევს საინვესტიციო შესაძლებლობებს საქართველოს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. როგორია საქართველოსა და უზბეკეთის როლი შუა დერეფნის პროექტში და რატომ ინტერესდება სულ უფრო მეტი ქართული კომპანია უზბეკეთის ბაზრით? ამ თემებზე უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორთან მანსურჯონ რასულევთან ინტერვიუ ჩვენმა განამღებმა ჯგუფმა გასულ კვირას ტაშკენტში გაყიდვების ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქართველოს უზბეკეთის ბიზნეს გამოფენის ფარგლებში ჩაწერა. გთავაზობთ ინტერვიუს ამ დროისთვის და გემშვიდობებით, ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით. Hello, Mr. Mansour. მოგესალმებით ბატონო მანსურჯონ, მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლებში უზბეკეთის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია. ბევრი ქვეყნიდან კომპანიები სწორედ უზბეკეთის ბაზარს ირჩევენ გაფართოებისთვის. რომ მოგვიყვეთ, რა შეიცვალა ბოლო წლებში უზბეკეთის ეკონომიკაში, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატში, რამაც ამ ბაზრის მიმართ არაერთი ქვეყნის დაინტერესება განაპირობა.
ფიქრობ უმარტივესი გზა იმის აღსაწერად ან ჩამოსათვლელად თუ რა შეიცვალა უზბეკეთის საინვესტიციო კლიმატში არის იმის თქმა, რომ ყველაფერი შეიცვალა. იქნება ეს ბაზარზე შესვლა, ბიზნესის რეგისტრაცია, ლიცენზიებისა და ნებართვების აღება, ბიზნესის კეთება უზბეკეთში, საგადასახადო ადმინისტრაცია და ზოგადად შესაძლებლობების რაოდენობა, რომლებიც ახლა ღიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ ახლა ყველა ინვესტორი უზარმაზარ შესაძლებლობებს ხედავს უზბეკეთში, რომელიც 2017 წლამდე არ არსებობდა. უზბეკეთი ესაა ქვეყანა უზარმაზარი ნედლეულის რესურსებით, ადამიანური კაპიტალით, ძალიან საინტერესო სტრატეგიული მდებარეობით ცენტრალური აზიის შუაგულში. ყველა ამ წინაპირობით ქვეყნის ეკონომიკა არსებითად დახურული ეკონომიკა 2017 წლამდე. როდესაც ჩვენ შეზღუდვები მოახსენით, ყველა ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა, რომ ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი გახდეს ბევრ სხვა განვითარებად ბაზარს შორის. ჩვენ უფრო შორს წავედით, ვიდრე უბრალოდ შეზღუდვების მოხსნაა. დავიწყეთ რეფორმების დღის წესრიგი, რეფორმების გზა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავრობა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დღემდე აგრძელებს რეფორმების უწყვეტად გატარებას, მცირე ცვლილებების შეტანას ყველა შესაძლო გზით. ამ უწყვეტმა რეფორმებმა უზბეკეთი აქცია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დანიშნულების ადგილად, ამასთან უზბეკეთმა მკვეთრად გააუმჯობესა საერთაშორისო ურთიერთობები, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან. შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ უზბეკეთი ახლა ცენტრალურ აზიაში რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. უზბეკეთმა კარგად მოახდინა თავისი ინტეგრაცია საერთაშორისო ვაჭრობაში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააფუძნოთ წარმოება ბიზნესი უზბეკეთში და გქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. ბიზნეს კლიმატის მეტი პროგნოზირებადობისთვის ჩვენმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელმაც ზოგიერთი საგადასახადო განაკვეთი 2028 წლამდე დააფიქსირა. ასე რომ ეს განაკვეთები 2028 წლამდე ვერ შეიცვლება, რაც პროგნოზირებადობას აძლევს უცხოელ ინვესტორებს. როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს ესაუბრებით, მათ ყოველთვის აქვთ იდეები თუ როგორ გააუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი. არც ერთი საინვესტიციო კლიმატი არ არის სრულყოფილი და ჩვენ ვაღიარებთ, რომ უზბეკეთი ერთ-ერთი იმ საინვესტიციო კლიმატთაგანია, სადაც ყველაფერი სრულყოფილი არაა. თუმცა ის, რაც გამოგვარჩევს ან გვეხმარება გამოვირჩეოდეთ, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ადგილი არის მთავრობის ურყევი ვალდებულება მუდმივად განვითარდეს, გახდეს უკეთესი და უნარი მოусმინოს ინვესტორებს. ტაშკენტში გამართული ბიზნეს გამოფენის ფარგლებში ჩვენი მეგობრები TBC უზბეკეთიდან საუბრობდნენ თავიანთ გამოცდილებაზე, აქ უზბეკეთში. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, ბევრი რეგულაცია არ არსებობდა ონლაინ ბანკინგის, ციფრული ბანკის დასაწყებად. როდესაც ისინი უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა მარეგულირებლებს იდეებს თავაზობდნენ, მთავრობა მათ უსმენდა. თანდათანობით განახორციელა ყველა ეს ცვლილება, შექმნა ახალი შესაძლებლობები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობას. ინვესტორებს იზიდავთ ისეთი ქვეყნები, რომლებიც პროგნოზირებადია, სტაბილურია და მუდმივად თავაზობენ უფრო და უფრო მეტ საინვესტიციო შესაძლებლობებს. რომ არაფერი ვთქვათ უზბეკეთის მოსახლეობაზე, რომელიც 38 მილიონია და ყოველწლიურად 1 მილიონით იზრდება. ამასთან უზბეკეთს ევროკავშირის ბაზარზე აქვს წვდომა. ჩვენ ევროკავშირის GSP+ სისტემის ბენეფიციარები ვართ, რომელიც გვაძლევს ტარიფებისგან თავისუფალ წვდომას 6000-ზე მეტ პროდუქტზე ევროპულ ბაზრებზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ქართული კომპანია შემოვიდა უზბეკეთის ბაზარზე. მათ შორის, როგორც ახსენეთ, TBC უზბეკეთია, რომელსაც მართლაც კარგი შედეგები აქვს. ასევე ბევრ ახალ ბიზნესს სურს საქართველოდან თქვენს ქვეყანაში შემოსვლა. რა პოტენციალს ხედავთ ამ მიმართულებით, რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ქართული კომპანიებისთვის ამ ნაწილში? არსებითად ნებისმიერ სექტორში, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობაა, ქართული ბიზნესი იპოვის საინვესტიციო შესაძლებლობას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი და მტკიცე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ყავს და ეს არის ის, რაც აქტიურად იზრდება უზბეკეთში. უზბეკეთში ქართულ ბიზნესს ბევრი ინდუსტრიაში ვხვდებით. ეს მხოლოდ საკმარისი გამბედაობის საკითხია, რომ ჩამოხვიდეთ აქ და დაიწყოთ ამ შესაძლებლობების შესწავლა. ჩვენ რამდენიმე ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობთ, მათ შორის კომპანიებთან, რომლებიც საკონსულტაციო მომსახურებას ეწევიან. კომპანიები, რომლებიც ლოგისტიკურ ბიზნესში არიან, ასევე საბანკო ინდუსტრიაში. ასევე სწრაფად მოხმარებად სამომხმარებლო საქონლის ბაზარს აქვს დიდი პოტენციალი, იგივე შემიძლია ვთქვა სტუმარ მასპინძლობის სექტორზე. ტაშკენტში ბევრი ქართული რესტორანია და ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუ საუბრობთ იმაზე, თუ რით არის დაინტერესებული უზბეკური ბიზნესი და უზბეკეთი როგორც ქვეყანა, საქართველოთი ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ხაზგასასმელია, ესაა ლოგისტიკა. საქართველოს შუა დერეფნის ნაწილია თქვენი ქვეყანა კარიბჭეა შავ ზღვაზე გასასვლელად, საიდანაც შეგიძლიათ
მაგალითად წახვიდეთ ბულგარეთის პორტებში და შემდეგ შეხვიდეთ ევროპულ ბაზარზე. ასე რომ უზბეკეთისთვის გადამწყვეტია კარგად იყოს ინტეგრირებული ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სისტემასთან. შემთხვევითი არ არის, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით. ბიზნესიც აქტიურად იკვლევს საინვესტიციო შესაძლებლობებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, საწყობებში, პორტებში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. ბევრი რამ არის ჯერ კიდევ შესასწავლი ამ სფეროში. თქვენ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორი ახსენეთ. ვიცით, რომ რამდენიმე თვის წინ უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა და მანაც განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოში ამ სექტორებითაა დაინტერესებული. აქვს თუ არა თქვენს ქვეყანას უკვე რაიმე კონკრეტული საინვესტიციო გეგმები საქართველოში, რომელიმე ლოგისტიკურ სატრანსპორტო პროექტში? მე ამ პროექტების ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პორტების სიმძლავრის გაზრდის მიმართულებით. საქართველოში ასევე სასაწყობე ცენტრებია, რომლებიც საკმაოდ ხშირად იჯარით არის აღებული არა კომპანიების, არამედ მთავრობების მიერ, რაც არსებითად უზრუნველყოფს, რომ არსებობს სიმძლავრე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ექსპორტს უზბეკეთიდან ახორციელებენ. ზოგადად შუა დერეფნის გაძლიერებით და დერეფნის გასწვრივ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობით თქვენ ასევე აფართოებთ ქართული ბიზნესის წვდომას ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში და არა მხოლოდ ევროპაში. ასე რომ ეს ორმხრივი ურთიერთობებია და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ საქონლისა და მომსახურების გაცილებით დიდ ნაკადს ქვეყნებს შორის. თუ თქვენ უზბეკეთში შეხვალთ მაღაზიაში, ნახავთ ბევრ გამაგრილებელ სასმელს და მინერალურ წყალს საქართველოდან, თუ მიხვალთ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში, ნახავთ ბევრ ქართულ ღვინოს. ასე რომ აქ უკვე არსებობს ქართული კომპანიების ძლიერი ბიზნეს წარმომადგენლობა, თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ნამდვილი პოტენციალი მაშინ გაიხსნება, როდესაც მხარეები დავასრულებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გავზრდით სიმძლავრეებს და დავასრულებთ ყველა მთავრობათა შორის შეთანხმებას პროცედურებისა და ბარიერების შესამცირებლად, სერტიფიცირების მოთხოვნების შესამცირებლად და ნებართვების მისაღებად. ექსპორტ-იმპორტსა და სავაჭრო ბრუნვაზე ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უზბეკეთს შორის ვაჭრობა მზარდია. რა პოტენციალს ხედავთ ამ მიმართულებით? როგორ შეიძლება გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის? უზბეკეთს ძალიან ძლიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი აქვს, ძლიერი ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის დარგი, ასევე საავტომობილო მიმართულება. ამ სექტორებისთვის ქართულ ბაზარზე შესაღწევად ნამდვილად არსებობს ლოგისტიკის გამოწვევა, რომელზეც ორივე მთავრობა აქტიურად მუშაობს. ამასთან მე უკვე ვახსენე ზოგიერთი ქართული პროდუქცია, რომელიც კარგად არის წარმოდგენილი უზბეკეთში. მტკიცედ მჯერა, რომ მეტი შეიძლება გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომის გასაუმჯობესებლად ორივე მხრიდან და როგორც ახლა ვხედავ, ეს უპირველეს ყოვლისა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ეხება. როდესაც თქვენ გაქვთ ამდენი პროდუქცია, რომელიც საქართველოს გავლით ტრანსპორტირდება, ისინი იკავებენ სიმძლავრის დიდ ნაწილს და როდესაც გსურთ პირდაპირ იმპორტ-ექსპორტის გაკეთება, ამ საქონელს მაინც უწევს გავლა იმავე ვიწრო ადგილებში. ასე რომ ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც ეს საკითხი გადაიჭრება, ორივე ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს გაზარდოს ვაჭრობა. საინტერესოა, როგორ ხედავთ საქართველოს როლს შუა დერეფანში. უკვე ისაუბრეთ, რომ ამ მიმართულების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების გაზრდა. ასევე საინტერესოა, რა როლი აქვს უზბეკეთს რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის ამ ნაწილში. მე არ ვარ ექსპერტი ლოგისტიკაში, თუმცა თუ რუკას დახედავთ და ნახავთ, რომელ ქვეყნებში გადის შუა დერეფანი, ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს კასპიის ზღვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ ბორნები, რომლებიც საქონელს ყაზახეთიდან აზერბაიჯანში გადაიტანენ. როგორც მე მესმის ინდუსტრიის ექსპერტებისგან, ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი სიმძლავრის გაზრდა უნდა მოხდეს. იგივეა გასაკეთებელი საქართველოს პორტებშიც, რადგან ეს არსებითად არის კარიბჭე რეგიონის იმ საქონლისთვის, რომელიც ტრანსპორტირდება თურქეთში საქართველოდან ან შავი ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში. ასე რომ ამ სიმძლავრის გაზრდა პარალელურად კასპიის ზღვის სიმძლავრის გაზრდასთან, რაზეც აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობები აქტიურად მუშაობენ, გადამწყვეტია. როდესაც მე თავად ვიყავი საქართველოში, ვნახე, რომ მასშტაბური სატრანსპორტო პროექტი, რომელიც როგორც მესმის, ჯერ არ დასრულებულა. ეს არის მაგისტრალი თბილისიდან ბათუმამდე, როდესაც ეს პროექტი სრულად დასრულდება, მკვეთრად შემცირდება მგზავრობის დრო საავტომობილო ტრანსპორტისთვის, რომელსაც ხშირად იყენებს ბევრი ლოგისტიკური კომპანია, რადგან ის უფრო მოქნილია ვიდრე სარკინიგზო ტრანსპორტი. 2022 წელს ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს შუა დერეფნის ფარგლებში სიმძლავრის ორჯერ ან სამჯერ გაზრდის შესახებ. უზბეკეთი არ ელოდება ამ ქვეყნებს, რომ გააკეთონ თავიანთი საქმე. უზბეკეთი აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, არის კარეკის და შუა დერეფნის ინიციატივის ნაწილი და აქტიურად ლობირებს ამ პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ახლა აქტიურად ახორციელებს კაპიტალის განთავსებას ამ პროექტში, ესაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, რადგან ევროპასაც დიდი ინტერესი აქვს შუა დერეფნის მიმართ. ასევე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა შუა
დერეფანთან დაკავშირებით, რომელზეც ბევრი არ საუბრობს. ეს არის ალტერნატიული დერეფნების შექმნის შესაძლებლობა, მაგალითად ენერგეტიკის სექტორში. უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მუშაობენ მწვანე ენერგიის დერეფნის შექმნაზე, რომელიც მიჰყვება მსგავს გეოგრაფიას. ეს საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტი განახორციელონ, არა ბუნებრივი აირის და ნავთობის სახით, არამედ ელექტროენერგიის სახით, რომელიც აქ გამომუშავდება, მაგალითად მზის ელექტროსადგურების გამოყენებით. 300-ზე მეტი მზიანი დღით უზბეკეთი შესანიშნავი ადგილია მწვანე ენერგიის გამომუშავებისთვის. ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენი აზრით, რა სახის სამუშაოებია გასაწევი იმისთვის, რომ საქართველოს უზბეკეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს? ვფიქრობ, ჩვენი მთავრობები კმაყოფილნი არიან ამჟამინდელი დინამიკით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მიმართულებები, რაზეც ჯერ კიდევ სამუშაოა მთავრობასა და ბიზნეს შორის. ვფიქრობ, ყველაზე გონივრული მიდგომა, რომელსაც უზბეკეთი ახორციელებს სხვა ქვეყნებთანაც, არის ამჟამინდელი დინამიკის გაგრძელება, რადგან ეს დიალოგი გვეხმარება ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში და იმ მიზნების შესრულებაში, რომლებიც უკვე დავსახეთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. Thank you for the opportunity.